როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გვყავს საშინელი, ყველაფერთან ერთად საშინელი ხელისუფლება, ოდნავადაც არ ვაჭარბებთ. ჩვენ გვყავს სწორედაც რომ ერთის მხრივ საშინელი, მეორეს მხრივ არაკომპეტენტური, მესამეს მხრივ პრორუსული კი არა, რუსული ხელისუფლება, უვიცთა ხელისუფლება, ბანდიტთა ხელისუფლება, პარანოიკების ხელისუფლება. ანუ იცი, ყველა ფერი რაც კი შეიძლება ცუდი წარმოიდგინოს სწორედ ამ ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლების ინდივიდებში არის კონცენტრირებული, თავმოყრილი. მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში. იქ ერთი ინფორმაციით ის ძალიან სერიოზულ მაღალ ჩინოსნებს შეხვდა, მაგალითად ტულსი გაბარდს. ეს ინფორმაცია ან სიმართლეს შეესაბამება, ან არ შეესაბამება, მნიშვნელობა არ აქვს ამას. რაღაცა ხომ უთხრეს მამუკა მდინარაძეს ტერორიზმის დაზვერვის, კონდაზვერვის, ირანის კონტექსტში თანამშრომლობის, საქართველოს ადეკვატურ ქვეყანად ჩამოყალიბ ამ პერიოდში მით უმეტეს. მამუკა მდინარაძემ ეს ყველაფერი ხომ უნდა უთხრას კობახიძეს. პრემიერ-მინისტრია, კაცი პრემიერ-მინისტრად მუშაობს. მამუკა კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძეს ვერაფერს ვერ ეუბნება და თუ ეუბნება, ვერც ერთი მათგანი ვერ ბედავს, რომ ავიდეს აბასთუმანში და უთხრან ბიზინა ივანიშვილს, რომ ბატონო ბიზინა, აი ტერორიზმთან დაკავშირებით. ეს გვითხრეს, თანამშრომლობასთან დაკავშირებით ის გვითხრეს. თქვენ აპოზიცია გაქვთ კითხავს ბიზინა ივანიშვილი და თუ ემან რომელიმე მათგანს წასდა შეხვედრის დროს, რომ ჩვენ გვაქვს ეს პოზიცია, ბიზინა ივანიშვილმა ვინც ის და იქნება დასაჯოს კიდეც. თითოეული მათგანი არ დაუსჯია. უახლოესე მამუკა მდინარაძეზე ბევრად მეტად ეძვირფასებოდა ლილუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ვინ ბიზინა ივანიშვილის ფეხებია, საბოლოო ჯამში უკაცრავად სიტყვიზა. დასჯის მამუკა მდინარაძე, ამიტომ ამ ავტორიტარიზმში მამუკა მდინარაძე ვერ ბედავს ბიზინა ივანიშვილს უთხრას სიმართლეს და სიმართლე დაახლოებით ისეთი მდგომარეობა, როგორც რუსეთის კარზე, იმპერატორ პუტინის კარზე. პუტინს ვერ ეუბნებიან იმას, რომ რომელიღაც მეშვიდე ხარისხოვანი სოფელი, ყველა პირველ ხარისხოვანია ცხადია, რომელშიც ჩაარჭეს დროშა რუსული სახელმწიფო დროშა, მერე ეს ამოარჭეს, იმიტომ რომ უკრაინელები დაბრუნდნენ, აჩვენებენ ფოტო კადრს, როგორ აიღეს კუპიანსკი და აღარ აჩვენებენ იმ კადრს, როგორ დაკარგეს ეს კუპიანსკი. და აი ამ ბურუნთაში ხავთ პუტინი, სტალინის ასე ხავდათ მეთქი ავტორიტარული რეჟიმების და მით უმეტეს, როცა ფეოდალური ავტორიტარიზმია ჩვენ ქვეყანაში. ფეოდალიზმია და ეს ავტორიტარი ჩვენი დიქტატორი ივანიშვილი ეჭვი ამათაც კი აქვთ რომ ესე ივანიშვილი შეიშალა და ესენიც გვარიანად შეშლილები არიან. ეხლა ეს ზოგადი მსჯელობაა რაზეც ახლა შემოგთავაზეთ. იცით თქვენ რომ ამ დღეს რიცხვია და 13 ამ 2 დღის წინ ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის არ სხვაგვარად ვიტყვი ალი ჰამენეის ირანის დროშის ფერებში, ამაზე ვიდეო ბლოგიც მქონდა მე, გაანათეს სატელევიზიო ანძა. ბიჭო, ვერაფრით ვერ ხვდები. ამ კონტექსტში დებილი ხარ, შედალოცვილო, საკუთარი თავის მტერი ხარ, შედალოცვილო, ამას რო ესე აკეთებ. ხომ შესანიშნავად უნდა ხვდებოდე, ხომ შესანიშნავად უნდა უწყოდე, რომ ეს გაუგებრობას გამოიწვევს. ახლა ასეთი საზრებას მოვისმინე რომ ეს ტიპები ვინც არიან, ვინც უშუალოდ ხა კალაძე ხომ არ არის მართლა და ღილაკუკას ხო არ აჭერს ტიც, ხო? იმ ტიპებს ჰქონდათ რაღაც ეს დავალება მიცემული რომელიღაც წელს, რომელიღაც პერიოდში და დააჭირეს და შესაბამისად ამ წვანე თეთრ წითელ ფერში გაანათეს სწორედ ასე რომ 11 თებერვალს, ანუ ირანის ისლამური რევოლუციის 57 წლის თავზე დავალება ჰქონდათ და აღარავინ აღარ უთხრა რომ შეეცვა არ გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ოკეი. ლაშად არსალია მინისტრის მოადგილე. რატომ გაუშვით ირანის საელჩოში? იცით რა იკითხა მაყურებელს მიმართავ ისრაელმა? კი, მაგრამ რა სიგნალია ეს? რას გვეუბნებითო? რაზე მიგვანიშნებთო? როგორი პოზიცია აქვსო? ზუსტად ასაც ერთ ამონ არის ყოველ შემთხვევაში, ახლა ვეგაჩვენებთ, ხო? იმიტომ რომ ყველა ავრცელებს. ხო, უყურეთ რას ამბობს ირანის საელჩო, რა თქვა. მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი და კატასტროფები ჩაიდიდა ირანმა.
აიათოლა ალი ხამენეის ირანმა საკუთარივე მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის მხარდამჭერი ირანი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ რა გზავნილია ეს ისრაელის საელჩო საქართველოში ისრაელის საელჩო საქართველოში არათუ ზოგადად თელ-ავივთან იერუსალიმთან არამედ რამდენადაც იერუსალიმი დედაქალაქია არამედ კონკრეტულად ბენიამინ ბიბი ნეთანიაჰუსთან შეთანხმების გარეშე სიტყვასაც ვერ ამოიღებს და ეს არის ნეთანიაჰუს პასუხი და ნეთანიაჰუ თქვენ ის არ გეგონოთ დაპატიმრებული პოლიტპატიმარი რომელიც გაანთავისუფლეთ ან არ გაანთავისუფლეთ თუ რაღაც ზევლად გყავთ რომელიმე პოლიტპატიმარი ნეთანიაჰუ არის ნეთანიაჰუ მეთქი ვიტყვი ასე დროშჩი სფერებში კი გაანათეს ანზა მაგრამ ლაშად არსალია დამატებით გაუშვეს ირანის საელჩოში და ლაშად არსალიამ თქვა ის რაც თქვა წავიკითხავ თუ შემრჩა ეს ლინკი შემრჩა რაც თქვა ამონარიდებს გაგაცნოთ მაგრამ ვიდრე ამონარიდებს გაგაცნოთ მანამდე გეტყვით რომ ლაშად არსალიას მე ვიცნობ ჩემს არც თუ მდიდარ ფოტო არქივში როგორც წესი არ მიყვარს ხოლმე ხშირად არ ვიღებ ფოტოებს მაგრამ შემორჩენილია ერთი ან ორი კადრი ჩვენ საერთო მეგობართან საერთო ნაცნობთან ლაშად არსალიასი ერთად ვართ რაღაცა ყოველწლიურად წლის ბოლოს იმართებოდა ხოლმე თავდაცვა და უსაფრთხოების ექსპერტთა და დაინტერესებულ პირთა და მათ შორის ჟურნალისტთა რაღაცა ვახშამი წლის ბოლოს 30-ში 31 დეკემბერს იანვრის დასაწყისში ბატონი ალიკა რონდელიც არაერთხელ ყოფილა მე თამადაც ყოფილი ვარ იმ სუფრასთან იმ გვარ სუფრაზე ერთხელ ან ორჯერ კარგახანი არ გამართულა რომ ვიცოდეთ მაინც მაგრამ იქ ყოფილა რაღაც კარგი და იმაზე უფრო კარგი ადამიანები და იმ სუფრებსაც დასწრებია ლაშად არსალია და იქ გადამიღია ლაშად არსალიასთან ფოტო მე არ მსმენია მის თაობაზე ეს მას ჩემთვის არ უთქვამს მაგრამ სხვებს კი უთქვამთ ჩემთვის ლაშად არსალია არის კაცი რომელსაც ერთი სული ჰქონდა ცოტა ხნის წინ რომელიმე ქვეყანაში ელჩად წასულიყო მეხუთე ხარისხო ვარ ქვეყანაში თუნდაც ოღონდ გაცლოდა დედაქალაქს გაცლოდა თბილისს გაცლოდა საქართველოს ამოესუნთქა და იქ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში თბილად და ტკბილად ყოფილიყო არ გამოვიდა და აწინაურეს ელჩი კი არა საერთოდ მინისტრის მოადგილე და ეს ლაშად არსალია გაუშვეს ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ ვაშინგტონიდან დაბრუნდა ისე როგორც დაბრუნდა იქ ელაპარაკდნენ ძალიან მძიმედ და ძალიან საინტერესოდ და ძალიან მძიმე და საინტერესო საკითხებზე მაგრამ არსალია მამუკა მდინარაძის არ იყოს რისი ინფორმაციის ამტანია თუნდაც მაკაბოჭორიშვილთან მით უფრო ბიძინა ივანიშვილთან და მერე ლაშად არსალია სწორედ ლაშად არსალია დაამცრეს ესე ვიტყვი იმიტომ რომ ის გაუშვა მაკაბოჭორიშვილმა ირანის საელჩოში და არქმევი და ისაც დარსალიამ თქვა და დარსალიამ თქვა შემდეგი რა ყურეთ რას არა უთქვამს დარსალია უთქვამს კი არა ვიცით ჩვენ რაც თქვა დარსალიამ რომელიც გასულ კვირაში შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით ამავე ღონისძიებაზე ელჩის ირანის ელჩის სიტყვებით ხაზგასმით აღნიშნა რომ ორ წერტილი ორ ერთს შორის არსებობს ეკონომიკური კულტურული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენ ორს შორის ესეთი ურთიერთობები რო თანამშრომლობა რომც არსებობდეს დღევანდელ კონტექსტში როცა 7 აბრაამ ლინკოლნი მიყენებულია ირანზე და ამ 7-დან 5 უთაულსათუოდ გაისვრის როცა ამერიკის ცივილიზებული სამყაროს ზოგადად ისრაელის ახლო აღმოსავლეთის კაცობრიობის წერა და ტრად არის მიჩნეული ირანის ხამენეის რეჟიმი ირანში ხამენეის რეჟიმი როცა მან დახოცა 40,000-მდე ადამიანი როცა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა საკუთარივე ხალხი ჯერ ანძას რომ ანათებ ეს ხო კატასტროფაა და მე ვინმე დარსალიას ამას რომ ათქმევინებ ეს სახალხო კავშირები ირანსა მისი სიტყვები მისივე სიტყვებია სახალხო კავშირები ირანსა და საქართველოს შორის მდგრადი თანამშრომლობის საფუძველი და თავარი საყრდენია და ასე შემდეგ ეს წარმოთქვა ლაშად არსალიამ გაგიჟდა აკითხარით გადაფსიხდა ისრაელის საელჩო მთლიანად დასავლური სამყარო რომელსაც ვერაფრით ვერ გაუგია ვისთან აქვს საქმე და რასაკვირველია მან შესანიშნავად იცის ამ დასავლეთმა რომ თავარი და ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების ჩვენს ქვეყანაში არის ბიძინა გრიგოლიჩ ივანიშვილი ოღონდ ვერ მისწვდნენ ამ ივანიშვილს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს უკანასკნელი აბასთუმანში არის შეკეტილი და ამბობს რომ კობახიძეს ელაპარაკეთ არ ვიცი კიდე პაპუაშვილს ელაპარაკეთ ყაბელაშვილს ელაპარაკეთ ყაბელაშვილს კი არავინ არც კობახიძეს არავინ ესაუბრება ეხლა რატო გიამბეთ ამ ხელაი და 10 წუთიანი ლამის ბექგრაუნდი შესავალი წინა სიტყვაობა რატო დავურთი ამ ყველაფერს
სწორედ ირანის კონტექსტზე, ოღონდ არ გავამახვილებ ყურადღებას რაც ჩადიოდა და რაც ჩაიდიდა ალი ხამენეის რეჟიმმა და ასე შემდეგ, მე სხვა რამე მინდა თქვა, ყველამის თქმა მინდა. ესე იგი, გიორგი სანიკიძე აღმოსავლეთ მცოდნე, ირანის ალბათ კი არა, ნამდვილად საუკეთესო ირანის კულტურის, ირანის როგორც სახელმწიფოსი, დღევანდელი ირანის ისტორიის, ირანის კულტურის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუკეთესო სპეციალისტი ამბობს აი რამეს, რას ეხლა მე წავიკითხავ პრაქტიკულად სრულად მის ტექსტს თქვენის ნებართვით. უყურეთ, რას ამბობს გიორგი სანიკიძე. საინტერესო ეს ამბავია. ესე იგი ეს უბრალოდ საინტერესო ამბავი კი არ არის, რომელიც გვიდასტურებს, რომ ესენი ვერ არიან, ან თვითხარაკეითაც არიან დაკავებული. უვიცები არიან. აი არაფერში რომ არ ჯდე, ვერაფერში რომ ვერ ჩასვავ, ისეთი ამბავია. მოკლედ გიორგი სანიკიძე წერს. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ირანის რევოლუციისადმი მიძღვრილ საზეიმო მიღებაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას და მისასალმებელი სიტყვით გამოსვლასაც დარსალია იგულისხმება. ხო, გამოხმაურება მოჰყვებოდა, აბა რა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოწვევა მივიღე მეც, ანუ მან გიორგი სანიკიძემ მიიღო მიწვევა ირანის საელჩოსაგან, რომ დასწრებოდა 57 წლის თავს ირანის ისლამური რევოლუციისადმი მიძღვრილ ღონისძიებას. მაგრამ დღეს ირანში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ანუ ბატონმა გიორგიმ წაიკითხა კონტექსტი და ტექსტი კონტექსტის გარეშე არ არსებობს, სტუდენტებს მიმართავ, მათ შორის ჩემს ყოფილ სტუდენტებს, არ არსებობს უმრავლეს შემთხვევაში. თუ გნებავთ ასე ვთქვათ, ტექსტი კონტექსტის გარეშე. რაც არ უნდა ვთქვა ახლა საუკეთესო ფეხბურთი, საუკეთესო ყველაზე ცუდი ქვეყანაა ირანი, რომ ვთქვა ახლა დღეს მსოფლიოში. თუ ეს რაღაც კონტექსტში არ ჩავსვი, ეს იქნება ფარატინა სიტყვები. ტექსტი კონტექსტის გარეშე არ არსებობს. მივიღეო მესო მოწვევა მივიღე, მაგრამ ჩემი პროფესია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად წასვლა. ამ პოსტით კი მეტად საყურადღებო ნიუანს მინდა გავუსვა ხაზი. მოწვევის კონვერტს აწერია 400 ჩასვლა ქართველების 400 წლისთავი ირანში ჩასვლის 400 წლისთავი. გამოდის რომ 1616 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობების დროს 1613-დან 1617 წლამდე კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა ირანელების მიერ და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში, ანუ ირანი გვაზეიმებს მოსაწევს ასე აწერია 400 წელი ქართველების ირანში ჩასვლისა. კარგად ხსნი, ირანში ქართველების ჩასვლის 400 წლისთავი. ამას გვაზეიმებს, ეს აწერია მოსაწვევ ბარათს გაგზავნილს ამა თუ იმ პირისთვის, მათ შორის დარსალიასთვის, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. ირანული მხარე გვაზეიმებს ჭყალებში საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლების არაათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის. მე მგონი კომენტარის ზედმეტია. კარგად ახსენით. ეხლა ვილაპარაკოთ რა მოხდა. რომ ვიცოდეთ, ტრაგიკულ მოვლენას გვაზეიმებენ რო წერს ბატონი გიორგი და სწორედ წერს, ბექგრაუნდი არის თუ არა ამაზე, ხო? ნახავთ ახლა ერთ თქვენის ნებართვით. ხო, არ არის ამაზე ბექგრაუნდი, ამიტომ მე ხან უღარ ჩამაზიეთ, მომაზიებინებთ, მაინც და მაინც ამ ამბებს მეჩვენებელი საუკუნის დასაწყისისა. ეს ადასტურებს, ბატონებო და ქალბატონებო, რომ ამათმა მიიღეს მონა დარსალიამ, რომელსაც უნდა და ელჩობა ერთი ხანობა, რომელსაც უნდა რომ გააქციოს დღესაც. არწმუნებული ვარ ამ სირცხვილს, რომ ლაშალ ვინ და ლაშა რომელსაც არ ვაქებ, ხდება რა საშინელებაშიც არის თავადაც და ქვეყანაც. და უნდა რომ რომელიმე ევროპოს სლოვენიაში იყოს ელჩი და ყავად ალიოს, იქ ან საფრანგეთში იყოს ელჩი, ან სხვაგან სადმე. სადაც ეხა თავისუფალი ადგილია სიამოვნებით წავიდოდა. არ იმსახურებს? ხო და უნდა რომ გააღწიოს, მაგრამ ამათმა გაგვაყოფინეს კიდევ ერთი სირცხვილში თავი ეს ერთი ამბავია. დროშის ფერებში განათეს ანძა, სიტყვა წარმოათქმევინეს ამ დარსალიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც თავარია, გვაზეიმებენ
ესენი და არა ირანი, ესენი გვაზეიმებენ 1617 წლებში შაჰ-აბასის ლაშქრობებს და საქართველოს დაპყრობას. ნახოთ ვიკიპედიაში და დავამთავროთ ვიკიპედიას მიხედვით, განსაჯოთ კი არა ვილაპარაკოთ, შაჰ-აბასი საქართველოში ასე ავკრებ. შაჰ-აბასი საქართველოში ეს ქვეთავი არის ზოგადად ინტერნეტში ზოგადად იგუგლება, რომ ვიცოდეთ მაინც. ხო. 1600 მაგალითად ერთ-ერთი საიტი რას გვამცნობს. 1614 წელს შაჰ-აბას პირველი შემოსევამ კახეთს არნახული ზიანი მიაყენა. განადგურდა მრავალი ქალაქი და სოფელი. ცეცხლს მიეცა ეკლესია, მონასტრები და საცხოვრებლები. მოიშალა სამეურნეო ცხოვრება, გაწყდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ასე შემდეგ. 1615 წელს კი დაიწყო აჯანყება, რომელსაც დავით ჯანდიერი მეთაურობდა. გახიზნული თეიმურაზ პირველი სასწრაფოდ დაბრუნდა კახეთში და აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. იგი თავად წარუზღვა ჯარს, შეტევაზე 5000 საქართველმა 15000 ყიზილბაშს მუსლი გაავლო და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. განრისხებული შაჰი 1616 წელს კახეთის დასასჯელად დამოსაგდებად დაიძრა და ალი ხამენეის რეჟიმი გვაზეიმებს კაცობრიობის მტერი. ალი ხამენეის რეჟიმი თავისი ჰიბრიდული ომის ფარგლებში გვაზეიმებს და ლაშა დარსალიას ჭიქას აწევინებს, სადღეგრძელოს წარმოათქმევინებს, სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, პოზიტიურად აღსანიშნავად. მე ვკითხულობ ახლა, ესენი ნორმალურები არიან საერთოდ? ასაკვირველია არა. ბიზინამ გადაწყვიტა ეს მეთქი, რომ გითხრათ, არ იქნება მართალი. სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ბიზინას ალბათ არ უთხრეს, რომ ამგვარი სლოგანის ქვეშ იქნებოდა ეს ღონისძიება, მაგრამ ის კი უთხრეს, რომ ირანის საელჩოში უნდა მივიდეთო და გაუშვა. ბოჭორიშვილმა დარსალია უბრალოდ ვერავის ვერ შეესწენა, თორე სიამოვნებით აიცილებდა თავს ამ ღონისძიებაზე დასწრებისაგან. ალი ხამენეის რეჟიმი თუ შეიცვლება, სანეძლაო როგორ ჩამოვიდი ახლა, მაგრამ ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი ყისიერად არ ვიცი და ძალიან მალე შეიცვლება ამ დიდი ცვლილებიდან. აკი ამიტომაც შემოიფხრიცა ვოლსკიმ და არა მხოლოდ ვოლსკიმ, პერანგი და არა მხოლოდ პერანგი და ალი ხამენეის რეჟიმს იცავს ვოლსკი კი არა, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა.